1947 წლამდე მეცნიერებს ჰქონდათ დავა და კამათი იმის შესახებ, რომ იყო თუ არა ბიბლია იგივე სახის, რაც მაგალითად ქრისტეშობამდე იყო. და როგორაც ის დაიწერა. 1947 წელს მოხდა საოცარი რაღაც ისრაელში აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული მკვდარი ზღვის გრაგნილი. რომელზეც იყო ისაიას წინასწარმეტყველის მთლიანი წიგნი. წარმოგიდგენიათ და თვითონ მეცნიერებმა ეკლესია მაშინ არ ჩარეულა. თვითონ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს დაათარიღეს ქრისტეშობამდე მეორე საუკუნით. და ებრაელებს გააჩნიათ მასორეტული ტექსტი, რაც არის თვითონ რაბინების შემონახული ძველი ხუთწიგნეული მოსესი და ბიბლია ზოგადად წინასწარმეტყველებიც. როდესაც შეადარეს ეს მკვდარი ზღვის გრაგნილი ისაია წინასწარმეტყველის მასორეტულ ტექსტს, მეცნიერები გაოცდნენ 99.9 იდენტობა იყო ტექსტისა. და ის 0.1% იყო ორთოგრაფიული განსხვავებები. უბრალოდ სხვადასხვა სიტყვები იყო გამოყენებული, მაგრამ აზრი იგივე იყო. ამის შემდეგ, მასორეტული ტექსტის და მკვდარი ზღვის გრაგნილის შედარების შემდეგ, მეცნიერებში საერთოდ შეწყდა იმის შესახებ საუბარი, რომ არის თუ არა ბიბლია ნამდვილი.